კობახიძე კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელს ეკონომისტ ჯეფრი საქსს მასპინძლობს. ამერიკელი პროფესორი თბილისში იმყოფება. ჯეფრი საქსი კრემლის მედიის ხშირი სტუმარია. ის მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ნატოს გაფართოების ბრალია. ეწინააღმდეგება მოსკოვისთვის სანქციების დაწესებას და ითხოვს, რომ ამერიკამ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი თუ მისი ხალხი და ქვეყანა თავისუფალი არ არის. კიევის რეჟიმი უკან იხევს და ტერორისტულ ქმედებებს მიმართავს. ომში მონაწილე სამხედროები ნამდვილი ელიტაა. ეს განცხადებები პუტინმა დღეს მისივე პარტიის ყრილობაზე გააკეთა. ამტკიცებდა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია და დასავლეთი ქვეყანაში შიდა არეულობის გამოწვევას ცდილობს. მან პირობა დადო, რომ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში ვერავინ ჩაერევა. ბოლო 15 წელია პუტინს მისთვის მომზადებულ სატელევიზიო გამოშვებებს აჩვენებენ, სადაც რუსეთზე ცუდი ამბები არ შუქდება. ამის შესახებ რასია ერთის ყოფილი რედაქტორი საუბრობს. მისი თქმით, ეთერის შემდეგ თანამშრომლები სტუდიაში რჩებოდნენ, რათა პუტინისთვის საგანგებოდ შერჩეული ვერსია ჩაეწერათ. ჰქონდა მითითებები, რომელიც სიუჟეტები დაგვეტოვებინა, დაგვემატებინა ან შეგველამაზებინა, ამბობს დმიტრი სკორობუტოვი. ისრაელის მთავრობამ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ებრაელი ერის მორალური მოვალეობა იყო. ისრაელის მთავრობის ამ ნაბიჯს თურქეთი ოფიციალურად ჯერ არ გამოხმაურებია. თუმცა უკვე ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდება.